არუცოდი არ ამხნევ ძირითადად და ესე დავფინდა. ზოგი ისია ზოგი ისია. შემაიდა. აბა მასკეთე კარგ შევშოვდე. შენ ახსიხატმე? აღჟივონი ხო? არა მაგა შავაჟი. ერთი ფეხბურთელი არ მეგულება რომ ვარჯიშზე გამოდიოდეს და ან არდებდეს, ან არ ვარჯიშობდეს, აი ერთ ფეხბურთელზე ვერ ვიტყვი მაგას. თუ გუნდში ერთიანობა არ არის, გამორიცხულია რომ შედეგი დაიდოს, არ არსებობს. რაც ყველაზე მომწონს, არის ეგ, რომ ერთი ოჯახია. ესეთი კარგი გარემო და ესეთი ოჯახური გარემო და ესეთი მიდგომა ფეხბურთელების მიმართ, თვითონ გუნდის მიმართ, ეხა პირდაპირ ვიტყვი ამ გუნდში რომ თამაშობ, ეხა პირფერობაში არ მინდა ჩამომართოს, მართლა არ მინახება. მზადებით, ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია უნდა მოვახერხოთ ჩვენში ფსიქოლოგიური პირველ რიგში, რომ ქულები დავაგროვოთ და დავეწიოთ იმ უშუალო კონკურენტებს, რომელიც ჩვენ ლიგაში ასპარეზობენ მოწინავე ადგილებში.
ვიჯორჯიასთან მარცხი ცოტა რთული იყო რა. არ ველოდებოდით ახლა მარცხი საერთოდ ჩვენში არ წერია, მაგრამ ფეხბურთია ყველაფერი ხდება და საბოლოოდ ყველაფერს ეგუებდა. აი მართლა მთელი გუნდი ისე იყო რომ აი არ წაშლილები ვიყავით მაგ წაგების მერე. სულ ყოველთვის ვიცი რომ ძალიან რთულია მათთან თამაში, რაც რომელ ლიგაშიც არ უნდა ვიყო და სულ განსაკუთრებულად ვემზადები ხოლმე მათთან, იმიტომ რომ იულიგას ეინება არ არსებობს მათთან და ეხლაც გამოჩნდა, ნუ დასანანი მარცხი ვიწვიეთ ვიჯორჯიასთან. ძიმე დანაკლისები არის ლევანიკოს ჩათვლით, ვატოს ჩათვლით, თორნიკეს ჩათვლით, არ მინდა რომ კიდე გამორჩოს, მაგრამ არც მინდა რომ ბევრი იყოს და ლევანიკოს ტრავმას რაც შეეხება მთლიანი სეზონი გაუწდება, იმიტომ რომ ესეთი ოპერაცია გაიკეთა, ეს მინისკი, ჯვარედინი, ყველაფერი ერთად და სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაგვიბრუნდება. ვატო პაუზის მერე უკვე ჩვეულებრივ პაუზამდეც უკვე გუნდთან ერთად წესით განაახლებს ვარჯიშებს და შეკრების მერე უკვე 100% წად იქნება და კაბანაძეს რაც შეეხება თორნიკეს სავარაუდოდ უკვე შესვენების მერე უკვე დაგვიბრუნდება. ძალიან დიდი კომფორტი იყო ლევანის გვერდით თამაში, ესე ვიტყვი. იმიტომ რომ ტვინია, დარბის ყველაფერს ხედავს, ყველას აზღვევს. ჩემს ეხლა დიდი ფუფუნება იყო მის გვერდით თამაში და მართლა დიდი ზალა დავკარგეთ. გამოჩნდა გონიოს თამაში რამხელა ძალა იყო ლევანი ჩვენთვის. აი შემდეგ დასანანი ტრავმა მიიღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება თავისი მიდგომით, საქმისადმი, პროფესიონალიზმით. მოგეხსენებათ ერთი ფეხბურთელი უკვე დავიმატეთ, ვალერი ოლხოვის სახით და მომავალში რაც შეეხება ფეხბურთელების დამატებას და გუნდის გაძლიერებას, რა თქმა უნდა, მაგ საკითხს განვიხილავთ. ვფიქრობთ რამოდენიმე პოზიციაზე, რომ უფრო მეტად გავძლიერდეთ და უფრო მეტად გავიზარდოთ და უფრო კონკურენტიანი გუნდი გავხადოთ.
რა თქმა უნდა, თასაც ყურადღებას ვაქცევთ და არ არის ჩვენთვის არ არსებობს ისეთი თამაში, სადაც არასერიოზულად არ შეიძლება ითქვას, რომ უფრო ზეელეთ მიუდგებით. გარდაბანორთან მქონდა და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და შემდეგი არის თბილისის მერანი და რა თქმა უნდა, მაგათანაც მოსაგებად გავალთ. თასის რაღაც სპეციფიური თამაშია, თასი ყველა ძალიან მნიშვნელოვანია რა, ჩემპიონატი რა თქმა უნდა თავის დატვირთვა აქვს, მაგრამ თასი ეხლა შეიძლება ყოფილა ესეთი მომენტები, რომ აი წინა 1-2-3 წლის მე მგონი მე-4 ლიგიდან გავიდა ფინალში ლოკომოტივი და რავი რატომაც არა, ეხლა ჩვენ ერთი ეტაპი გადავედით, ეხლა ხვდებით თბილისის მერანს და თბილისის მერანს თუ გავცდით, მე თბილისის დინამოს ხვდებით. ჩვენი გუნდისთვის რაღაც პატარა ისტორიას დავწეთ რა. თავარია ჯერ მერანი დავამარცხოთ, რა თქმა უნდა, და დავაფასოთ და ჩემგან დაფასება მაგ გუნდს. მაგრამ შემდეგ თუ გავცდით და უნდა გავცდეთ, მე თბილისის დინამოს ველოდებით. არის ადამიანი მოტივატორი, რის გამოც უნდა გახვიდე, უნდა იბრძოლო, იომ სხვანაირად 1 სანტიმეტრს არ გაპატიებს. აი 1 სანტიმეტრზე პატკატი რო გასაკეთებელი სიტყვას და არ გააკეთო, თვითონ შემოვა სტადიონზე, აი თავს მოგაჭამს, რომ ეს როგორ არ გააკეთე რა, არ უყვარს, მოპარო არ უყვარს, რაც ყველაზე მთავარია. დანარჩენი კიდე იმისთვის თამაშობ, რა თქმა უნდა, რომ პირველი პატივისცემის გამო თამაშობ და შემდეგ შენი საქმისთვის ხო რაც გიყვარს იმას აკეთებ და გოჩას აი არ ვიცი, მოტივატორია სერიოზული. მოიწმინეთ გაატარეთ და რაღაცას გეტყვით ახლა ვიღაცას ეტყვით 15-იან ასიზე. არაფერი. დავай, საქმე ბოლომდე მიიყვანო. თამაში იყო ორბთან, ორბის მოგეხსენება ჩვენი კონკურენტი გუნდი არის. ჩვენზე წინ იყო ცხრილში და როგორც ერთ-ერთ კონკურენტს ისე აღვიქვავდით და მე მგონი გადამწყვეტ თამაში იყო ამ წრეში. ძალიან რთული თამაში იყო და ანუ ჩვენი კანახით ვიდიოდა თელი თამაში და ბოლოს აი ძალიან ისეთი დასანანი გოლი მივიღეთ. აი საერთოდ თუ არაფერს არ ეწევა თან კაცნაკლებები იყვნენ, მაგრამ
ერთი შეხედვით შეიძლება ის კაცი გაუგდეს და ადვილად უნდა მოგვიგო, მაგრამ აი ამ ჩემპიონატში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადვილად ვერავის ვერ მოვუგებ, თუ არ ვიბრძოლეთ და თუ არ დავიხარჯ 100%-ით, ვერავის ვერ მოვუგებ. ზუსტად აი ესე თამაშებში ჩვენი გამოცდილება და ჩვენი ეს მიდგომა აი ამ ესე თამაშებში უნდა გამოჩნდეს და ზუსტად ეს ხასიათი გამოვავლინეთ ამ თამაშზე. რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი და მაინც გჯეროდა თითოეულ ჩვენთანგანს, რომ მაინც ეს თამაში უნდა მოგვეგო და ესეც მოხდა, რომ ბოლო წუთზე კიჭიმ ძალიან კარგი პატაჩა ჩააწოდა და ჩოთანა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოგვიტანა. ორბიც, თბილისიც, დინამოორიც, ვით ჯორჯიაც, აი 6 თუ 7 გასვლა კონკურენტი ვინც ითვლება ყველასთან გასვლა ვითამაშეთ. რაღაც ხრო კაი არის, იმიტომ რომ შემდეგი თამაშები უკვე ჩვენთან შინ გვექნება ლანჩხუთში და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე იქ ფულები თუ დავკარგეთ ჩვენთან ლანჩხუთში ეს აღარ განმეორდება და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ვფიქრობ, რომ მეორე წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანიც და წარმატებულიც, იმიტომ რომ ყველა სახში ვიღებთ და ესე მარტივად არ დავთმობთ ამ 6 ქულიან ჰანდიკაპს. გულშემატკივრის ფაქტორი და მადლობა მინდა გადაუხადო, იმიტომ რომ ყველა თამაშზე გვიდგანან გვერდში. წაგებული, მოგებული, ყველა თამაში გვიკრავენ ტაშს და უდიდესი ფაქტორია ჩვენთვის, იმიტომ რომ мотиваციას გვაძლევს, მონდომებას გვაძლევს და პასუხისგებლობა გვაქვს აღებული იმ ხალხის მიმართ, გურული ხალხის მიმართ, ჩვენი ოჯახების მიმართ, რომ უნდა დავდოთ შედეგი. პირველ თამაშზე რომ ჩავედით, აი ძალიან ცოტა ადგილი იყო თავისუფალი, სუსავსე იყო და მთელი თამაში ყვირილი, დიდი мотиваცია დღევანდელ რეალობაში ქართულ ფეხბურთში, სადაც არ დადის თითქმის ხალხი, ჩვენთვის არის დიდი ფუფუნება ნამდვილად. ჩადიხარ სტადიონზე, სადაც 5000 და 4000 კაცი მოდის და გბალეშიკოს, შენ გვარს სკანდირებენ, არ ვიცი, დიდი мотиваცია ნამდვილად. გუნდი არ არის დამოკიდებული 3 კაცზე, 4 კაცზე, გუნდი არის გუნდი. ვიღაცა გამოაკლა იმიტომ არის ის, რომ ის ელოდება თავის შანსს, მიეცემა თავის შანსი გამოიყენოს. ეგრე არის ფეხბურთი. ვიღაცას მოუვა ტრავმა, დაამტკიცებს, თამაშობს. ეგრე მოხდა ჩვენ შემთხვევაში, ხა რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, დადგნენ ბიჭები ხა ვინც ითამაშა, ყველამ გოლი გაიტანა, თითქმის ყველამ კარგად ითამაშა. გუნდი არის 11 კაცი და არა უпростоრად 11 და პლუს ის 8 კაცი და 9 კაცი ვინც არის. ელოდებიან თავის შანსს, ვიღაცა მიიღებს ტრავმას, შემოვა და ამტკიცებს ის თამაშობს.